საღამოშიდობის ერთი კვირა მე წავიყვან გადაცემა არგუმენტებს ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ქალაქში პრეზიდენტის მორიგი ვიზიტი და პრემიერის პირველი ოფიციალური. Ამ დროს თბილისში გაჩნდა ინიციატივა ხელმოწერების შეგროვება დაიწყონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით. სანამ პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს ბრიუსელში გადაკვეთენ, სააკაშვილი პრაღაში ნატოს გენერალურ მდივანს 58 სესიის ფარგლებში ხვდება. რასმუსენი უკიდურესად შეწუხებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. Ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს, თქვა მან. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ კომიტეტზე კი დავა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ვადაზე წარმოიშვა. კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს უნდა გაიმართოს. დღის ბოლოს რასმუსენის განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაფასა. ციტატა: ასეთი კრიტიკული ტონი ნატოსგან არ მახსოვს. ქვეყნის ლიდერების შეხვედრები პრაღასა და ბრიუსელში დღეს გადაცემა არგუმენტების მთავარი თემაა. მე მივესალმები გადაცემის სტუმრებს. ბექა ნაცვლიშვილი, პოლიტოლოგი, ელენე ხოშტარია, რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვალერიან გორგილაძე, სოციოლოგი და კახი კახიშვილი, იურისტი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში. მე მინდა დავიწყო სწორედ პრეზიდენტის ბოლო შეფასებით. იყო ეს ყველაზე კრიტიკული განცხადება, ელენე ხოშტარიას მინდა მივმართო. თუ ეს იყო გაფრთხილება და პრევენცია, ვინაიდან ეს ციტატა მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ობიექტურად ეს მართლაც იყო ძალიან კრიტიკული განცხადება და ეს არის პირველ რიგში ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ უნდა აღვიქვათ, რომ ნატო და ევროკავშირი არის ის ჩვენი მეგობარი ძალებით ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის გვეხმარებოდნენ რთული რეფორმების პერიოდში გაგვევლო ეს რთული გზა და შეცდომებით თუ თქვათ რაღაცა არასწორი გადაწყვეტილებით გვეარა წინ საქართველოს განვითარების თვალსაზრისით, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც ქვეყნისთვის